მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე გასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მე დიდეა. Ფიქრობ დღეს ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გადაცემა გელით, ვინაიდან გამორჩეული სტუმარი მყავს სტუდიაში და ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე ვისაუბრებთ. იმ ფაქტორებზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზე და რა თქმა უნდა, იმ სადიაგნოზო და სამკურნალო ახალ ინოვაციურ მეთოდებზე, რომელთა შესაძლოა ცოტა ხანში გადატრიალებაც კი მოახდინოს ამ სფეროში. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის, ქალბატონ ნინო ოկრიბელაშვილს, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება და ყველა იცნობს, მაგრამ დღეს ჩვენ ვფიქრობ ცოტა სხვა რანგში წავდგებით. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ დიახ, ფსიქიატრიაში დღეს ზოგადად მსოფლიოში რამდენიმე ახალი და ძალიან საინტერესო მიმართულება იკვეთება, რომელთა შესახებ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამაც, იცოდეს ჩვენმა მსმენელმაც და რაც მთავარია სამედიცინო საზოგადოებამ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი დასაწყისისთვის, იმიტომ რომ ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მედიდეაში ძირითადად ახალ იდეებზე ვისაუბროთ და განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის ფსიქიატრიის სფეროში, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად არ ვფიქრობთ ისეთ მარტივ, მაგრამ გენიალურ მართლაც იდეებზე, ჩანაფიქრებზე, აღმოჩენებზე, რომელმაც შეიძლება გაცილებით იაფი, მოკლე გზა გვაჩვენოს ამა თუ იმ დაავადების ახსნისთვის და ამა თუ იმ დაავადების კურნალობისთვის. აი ამ კუთხით რომ მართალი ბრძანდებით, ყველა ძალისხმევა თანამედროვე მედიცინის მეცნიერული კვლევების მიმართულია იქითკენ, რომ ხელმისაწვდომი გახდეს, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი, ეფექტური და რაც მთავარია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის სტრატეგიები ისეთ ურთულეს მიმართულებებში, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა. ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ შიზოფრენია. ფსიქიკური ჯანმრთელობა გაცილებით უფრო ფართია და დღეს, როდესაც საზოგადოების ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ, იქ ვსაუბრობთ ყველაფერზე, პოსტტრაუმული სტრესული აშლობებიდან, ადაპტაციის დარღვევებიდან დაწყებული, დამთავრებული შიზოფრენია, ბიპოლარული. დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ და ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის ის, რომ მაგალითად სრულიად ახლებურად იქნა გააზრებული ეგრეთ წოდებული ანთების თეორია, რომელიც შემოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი ნოზოლოგიების ახსნაში, როგორიცაა შიზოფრენია, როგორიცაა დეპრესია, როგორიცაა ბიპოლარული აშლობა და რას გვეუბნება ეს თეორია? ყველაფერი ახალი სადღაც დავიწყებული ძველია. მე მახსენდება 80-იანი წლები, როდესაც ჩემი როგორც ფსიქიატრის პირველი ნაბიჯები დაიწყო ზოგადად მედიცინის მიმართულებაში და როდესაც პირველად სამკურნალოდ შემოვიდა ინტერფერონი, ოღონდ რა თქმა უნდა არა ფსიქიატრიული პათოლოგიების მკურნალობაში. სწორედ მაშინ ინტერფერონული ფსიქოზების ფონზე გაჩნდა პირველი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ გარკვეული დაბალი ინტენსივობის ანთებასთან შეიძლება გქონდეს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა შიზოფრენია, თუმცა დეპრესიის შესახებ ეს მოსაზრება უფრო გვიან წამოვიდა. ანუ მატერიალური სუბსტრატის რაღაცა პათომორფოლოგიური ცვლილების ძიება არ ახალია. არ ახალია. იმიტომ რომ ფსიქიური დაავადებებს სწორედ იმიტომ ვეძახდით სულიერს, რომ მათი მატერიალური სუბსტრატის პოვნა პათოლოგიურად რთული იყო. აი ეხლა უკვე საუბარია. საქმეც აქეთკენ მივდივართ. დღეს უკვე ძალიან სერიოზული კვლევები მიმდინარეობს, სწორედ აი ამ ქრონიკული დაბალი ინტენსივობის ანთების მარკერების მოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც შესაძლებელია სწორედ კავშირი ამ დაავადებებთან მიმართებაში. კერძოდ აქ საუბარია ციტოკინებზე, რომელსაც განსაკუთრებით ყურადღება მიექცა მოგეხსენებათ COVID-19-ის შემდგომ პერიოდში.
დღეს სერიოზულად იკვლევენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჩართვას ზოგად სტრატეგიულ სქემაში. სხვათა შორის ერთ-ერთი ციტოლოსპორინები მაგალითად იგივე ინულინი სხვათა შორის ომეგა 3-ზედაცაა საუბარი, რომელიც გარკვეულწილად აი მისი ეფექტიანობის შესწავლაც მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. ეს თეორია ძალიან საინტერესოა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუმცა არ ახალია, ბოლო 10 წელია, დაახლოებით 5-10 წელია ამას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. არის მეორე კიდევ ინოვაციური, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის დღევანდელ ციფრულ სამყაროსთან, ხო? ციფრული ფსიქიატრია და ხელოვნური ინტელექტი. ჯერჯერობით არ საუბრობენ იმაზე, რომ ფსიქიატრებს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი არის ის არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც სიმპტომების თვითიდენტიფიკაციის, სიმპტომების მართვის და სიმპტომებთან გამკლავების ელემენტარულ სტრატეგიებს ექიმთან მიმართვამდე აძლევს ადამიანს, რომ ეჭვი შეიტანოს თავის ჯანმრთელობაში. დააჩქარებს დროულ დიაგნოსტიკას და დროულ მიმართვას. აი ეს ტელესამედიცინო პლატფორმები განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართულობას ზოგადი მკურნალობის პროცესში. ჩვენ სანამ დავიწყეთ საუბარს, ვთქვით ბიოფსიქოსოციალურ საკითხი ვახსენეთ და დიახ, ყველგან ვიმეორებ და ეხლაც გავიმეორებთ, რომ ადამიანი არის უნიკალური ბიოფსიქოსოციალური სისტემა, რაღაც სისტემა, ეკოსისტემა და მისი მხოლოდ ბიოლოგიის მკურნალობა შორს ვერ წაგვიყვანს, ამიტომ მაგალითად აი ეს ელემენტალური ჯანმრთელობის პლატფორმები საშუალებას გვაძლევს იქ, სადაც ხელმისაწვდომი არ არის ფსიქოლოგიური კონტექსტი შევიტანოთ, გარკვეულწილად ვმართოთ ეს მდგომარეობები დისტანციურად და ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქიატრია როგორც პროფესია ბრჭყალებში გადაშენდება. პირიქით, მე მგონი ეს ახალი ეტაპია განვითარების, იმიტომ რომ აი ეხლაც, როდესაც ჩვენ საუბრობდით იგივე COVID-19-ზე, იმ პერიოდში არც ერთი დღით, თუნდაც ჩვენს დაწესებულებაში არ შეუწყვეტია მუშაობა ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას, იმიტომ რომ ხო წარმოუდგენელია ფიზიკური მედიცინა, ვარჯიში და მასაჟი, რა თქმა უნდა, ინსტანციურად, მაგრამ ოკუპაციური თერაპია იყო თუ ფსიქოლოგიური კონსულტაციები იყო თუ სხვა გაგრძელდა და ამან დააყენა საკითხი, რომ დისტანციური მართვა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს. ის კომპლექსი მოუხსნას პაციენტს და უფრო ადვილად ჩაერთოს და მიმართოს. ეს ერთი. და მეორე, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, სადაც შეზღუდულია, ეს არის ერთადერთი გზა. ამის თქმა მინდოდა, პირველი და უმთავრესი ხაზი მინდა გავუსვა ერთ რაღაცას. საქართველოში ფსიქიატრთა რაოდენობა შეიძლება რაოდენობრივად ბევრია, მაგრამ ისინი ხელმისაწვდომები არ არიან ისეთ რთულ რეგიონებში, როგორიცაა მთიანი საქართველო, როგორიცაა მაგალითად რაჭა, ლეჩხუმი და ასე და თუნდაც ჩვეულებრივ ბარის სოფლები, კი ბატონო. მაგრამ ამ ქვეყანაში არსებობს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რომელსაც სხვათა შორის სტრატეგიის შესაბამისად, მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიის შესაბამისად, ხელმისაწვდომობას ვუზრდით დიაგნოსტირების პროცესში და სწორ გადამისამართებაში, მაგრამ სად გაუშვას ძალიან ხელმიუწვდომელი ადგილიდან, სად გაუშვას პაციენტი? სწორედ აქ შემოდის ტელემედიცინის აუცილებლობა, რომელიც ასევეა ასახულია აი იმ სტრატეგიულ გეგმაში, რომელზედაც დიაგნოსტიკაშიც გამოდგება, ანუ ვერიფიკაციაში, სუსპექცია თუ არსებობს ვერიფიკაციაში უკვე სპეციალისტის და მკურნალობაში. აბსოლუტურად გეთანხმებით. ისეთი მძიმე ნოზოლოგიები, როგორიცაა თუნდაც შიზოფრენია, ხო? პირველად ჯანდაცვა შეუძლია მართოს თავის თემში გარედან ფსიქიატრის
მეთვალყურეობის სუპერვიზიის, ხო, მეთვალყურეობის ქვეშ და შესაბამისად მე არ ვამბობ, რომ პირველად ჯანდაცვამ უნდა დანიშნოს მძიმე ფსიქიატრიული პრეპარატები, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ, ხო, რა თქმა უნდა, რომელსაც ჯერ კიდევ ესე ანტიფსიქოზურს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ესენი არიან სხვა და სხვა რეცეპტორებზე მოქმედების მიხედვით საკმაოდ ესეთ საინტერესო პრეპარატები. სხვა შორის ესეც საინტერესოა, რომ ტერმინის შეცვლაზე მუშაობა ალბათ უნდა დაიწყოს უკვე, რომ კლასიფიკაციაში ჩვენთანაც მადლობა, ძალიან კარგი მიმართულება შემახსენეთ ერთი, რომელიც ახალია ფსიქიატრიაში და სწორედ აი რა არის იცით, რატომღაც იმ ექიმებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი გამოცდილება აი ამ კვლევებთან მიმართებაში, მათ არ აქვთ ცოდნა იმის შესახებ, რატომ იცვლება კლასიფიკატორები. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს კოლეგებს ხშირად ვესაუბროთ, ყოველ შემთხვევაში მიკროსოციუმში, სადაც მე მიწევდა მუშაობა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ მიმეტანა ახალი აზრი ჩემს კოლეგებთან. ერთ-ერთი ასეთი აზრი არის იმის შესახებ, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია შეიცვალა დაავადებათა კლასიფიკაციით 11-ით. ეს ახირება არ არის. ამის უკან არის კვლევაზე დაფუძნებული ახალი ცნობა, ახალი ცოდნა და გამოცდილება. მაგალითისთვის მოვეყარ. ამ განახლებული ის ძველი ცოდნა ხომ მართალია, უფრო შევსებული, დახვეწილი და ასე შემდეგ. მაგალითად, როდესაც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ჩვენ გადავედით, დაავადებათა ჯერ არ გადავსულართ, აი ვემზადებით ამ ნახტომისთვის, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-11 გადასინჯვა, ფსიქიატრიაში არის დრამატული ცვლილება. მაგალითად, შიზოფრენია, რომელიც ჩვენ კლასიკურად ვიცოდით, რომ იყო პარანოიდული ფორმა, იყო ესა რა ქვია, კატატონიური ფორმა და ასე შემდეგ, მარტივი ფორმა და ჰებეფრენიული ფორმა აღარაა ასე. ჩვენ ვლაპარაკობთ დიმენსიონალურ, ანუ განზომილებით ფსიქიატრიაზე და ვამბობთ, რომ შიზოფრენია არის ქოლგა და ამ ქოლგის ქვეშ აი როგორც აუტისტური სპექტრი, ასევე ვსაუბრობთ შიზოფრენიულ სპექტრზე, რომელსაც თავისი სპექტრი აქვს. ზოგადად განხილვა, აი ჯანმრთელობის გახდა ცოტა განსხვავებული. აქ არის სრული ჯანმრთელობა. აქ არის პათოლოგია და რა არის მაშინ, როდესაც მე აქ ვარ? გამიგეთ? იმიტომ რომ მე შეიძლება აბსოლუტურ კეთილდღეობაში ჩემს საკუთარ ფიზიკურ მესთან, ჩემს საკუთარ ფსიქიკურ მესთან, ჩემს საკუთარ სოციალურ მესთან არ ვიყო, იმიტომ რომ ესაა კეთილდღეობის და ჯანმრთელობის განმარტება, ხო? ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობა და ამის აღქმა და რაღაცა. მაგრამ მე ვარ სადღაც აქ, მაგალითად რაღაცა მაქვს მენტალური, ძალიან ახობელი ადამიანის პრობლემა მაქვს და არც სევდა მაქვს იმგვარი რომ ან პათოლოგია, მაგრამ ვარ სადღაც აქ. აი ამაზე საუბრობს დღეს ზოგადად. ვარ თუ არა ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. ეს არის უკვე დღეს ჯანმრთელობის განმარტება. და სწორედ ასეთ განმარტებებს ემყარება. მაგალითად, კატატონიური შიზოფრენია საერთოდ გამოვიდა ცალკე და დაერქვა კატატონია, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა არის ტიპური, როგორც ნევროლოგიური დარღვევა. შეიძლება კრეფსითი იყოს, შეიძლება სხვა. კი ბატონო. ამიტომ ყოველთვის როცა ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ეს ახირება არ არის. ეს არის ძალიან კარგ კვლევებზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობ, მართლაც კარგი მიმართულებით წავედით, იმიტომ რომ არ მინდა დაგვავიწყდეს კიდევ ჩამოვთვალოთ ის მიმართულებები, რომელიც მართლაც ახალ იდეებად შეიძლება და ახალ ინოვაციებად ფაქტობრივად ახალ მიმართულებებად ჩავთვალოთ, როგორც მექანიზმის ფსიქიური აშლობების მექანიზმების ახსნაში ერთის მხრივ, მეორეს მხრივ დიაგნოსტიკაში და მესამე მხრივ ამის ყველაფრის გამოყენებაში, რა თქმა უნდა, მკურნალობის მიზნით. მაგრამ საინტერესოა ჩვენ ვისაუბროთ როგორც ცალკეულ პიროვნების ფსიქიურ აშლობაზე, ისე რაღაც გარკვეულ მასობრივ ფსიქოლოგიურ, აი ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ხოლმე იმაზე, რომ შეიძლება რაღაცა
განსაკუთრებულმა მოვლენებმა საზოგადოების, არაერთი პიროვნების, არა მთელი საზოგადოების ცხოვრებაში მთელ მიკროსოციუმზე ან მაკროსოციუმზე მოახდინოს გავლენა და არა მარტო ერთ კონკრეტულ ადამიანზე და აი ესეთი ფსიქიური აშლობები მე უკვე როგორ ისახება მის სომატურ ჯანმრთელობაზე და ეს ფსიქოსომატური თემები როგორ არის კავშირში დღეს უკვე ძალიან ბევრი რამ იცვლება ერთი თქვით რისკ ფაქტორებად ადრე თუ შეიძლება რაღაცა კონკრეტული დაავადება ყოფილიყო ან კონკრეტული მდგომარეობა კონკრეტული ჩვევა დაუშვათ მავნეჩუვა დღეს შეიძლება სწორედ ეს იყოს და სხვაჩვენს მე ძალიან კარგად მახსოვს ეთქვი რომ გაიხსენე წარსულიმეც ამომეტივტივდა ჩემი აი მართლა კორიფე პედაგოგები და მახსოვს ვსწავლობდი თერაპიას იგივე ჰიპერტონიის იგივე კუჭისწყლოვანი დაავადების და ასე შემდეგ ხო სტრეს დიათეზის თეორია კი ბატონო აი ამას ახლა გამახსენდა თქვენთან საუბარში რომ ამას ისევ დაუბრუნდით იმიტომ რომ ყველაფერი მართლაც ახალი ზოგჯერ კარგად დავიწყებული ძოლია და მინდა რომ ამ თეორიებზეც ვისაუბროთ უბრალოდ მინდა რომ ჩამოვყალიბდით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე რომ კლასიფიკაციის თემა ასე ვთქვათ და ეს საორგანიზაციო თემები ამ ნაწილში მოვისტუმროთ თორე ეს დიდი თემაა და გადაცემაში ვერ ჩავეტევით თანამედროვე მსოფლიოში რამდენად არის უკვე გარკვეული ახალი კლასიფიკაციები დანერგილი და რამდენად შეიძლება რომ საქართველოში ეს დროულად შემოვიდეს ან ამისთვის გარკვეული გადამზადება იგივე ოპეგ-ის ფარგლებში ტრენინგები იყო საჭირო თუ უბრალოდ გამოვიდეს ეს კლასიფიკატორები და თანამედროვე ფსიქიატრმა უკვე წერონ დიაგნოზები და გამოწერონ ეს წამლები. ძალიან კარგი შეკითხვაა და ესაა უფრო მეტად შეკითხვები საორგანიზაციო კომპონენტის კონტექსტში თვითონ დარგის მიმართულების მიმცემებთან. საქმე რაშია, იცით? ჩვენ გავიარეთ DSK-10-ის შემუშავებისა და მისი იმპლემენტაციის ეპოქა. მახსოვს 95 წელს ჩვენი ფსიქიატრიის მიმართულება ზოგადად ყოველთვის განსხვავდება სხვა დიაგნოსტიკური რუბრიკებიდან, როდესაც ვთარგმნეთ მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს, 2000-იანი წლების დასაწყისში მოხდა მისი იმპლემენტაცია. აქ გამოიჩინეს ძალიან ესეთი ჩვეულებრივად სწორი მიდგომა და მთლიანად ანაზღაურების სისტემა მიამაგრეს დიაგნოსტიკურ ერთეულებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის DRG-ის ვარიანტი, სუფთა, მაგრამ დაახლოებით იგივე კონტექსტია. ხო, ესე მოხდა. მაგრამ ეს ვიყავით ჩვენ ერთიანი სისტემის ნაწილი და ერთდროულად მოხდა. ჯერ ჩვენ ქონდა ნათარგმნი და მე უკვე 99 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამაზე შესაბამისი თანხებიც იყო გამოყოფილი და ამის შესახებ, მე 4 ტომეული ეგრეთ წოდებული ცნობილი 4 თუ 5 მე-5 დაემატა ეს 4 ტომეული რო გამოვიდა იქ უკვე ჩვენი ნამუშევარი კიდევ ერთხელ გადამუშავებული იყო შესული. მე საუბარი მაქვს იმ კორიფეებზე მართლაც, რომელიც იმ პერიოდში ჩვენს გვერდით იყვნენ დაწყებული ბატონიშვილთა გამყრელიძიდან დამთავრებული არ ვიცი რა, იქ დამთავრება არ უწერია ისიას იმდენად ბევრი არიან აი ეს მართლაც კორიფეები იმ პერიოდში ჩვენს გვერდით იყვნენ შედარებით ახალგაზრდა ფსიქიატრების გვერდით. მაგრამ აქ საინტერესო არის ერთი იმისთვის რომ ჩვენ უკვე ნათარგმნი გვაქვს მე-11 გადასინჯვა გარკვეული დახმარებებით უცხოეთიდან წამოსული დახმარების წინ ეს არა გუშინ და გუშინ წინ მომხდარი. ფაქტიურად 2024-დან ჩვენ მზად ვართ რომ ეს უნდა უმთავრესით, მაგრამ ცალკე არ შეიძლება ეს მოხდეს. ეს მთლიანად უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება, რომელიც მიებმება ანაზღაურების სისტემასაც არსებულ რეალობაში. იმიტომ რომ დანარჩენი სპეციალობის ექიმებსაც გაწუხებს ეს თემა და ახლა ვსაუბრობდით იმაზე, რომ არსებობს საერთაშორისო ფუნქციური კლასიფიკაციაც და საერთაშორისო კი რომელიც ვთარგმნეთ, გავამზადეთ, გვინდა ძალიან რომ სახელმწიფომ რაღაცა ლიცენზია აიღოს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის ინტერესი არ გვაქვს უფლება, როგორც მოგეხსენება ჩვენ ასეთი რაღაცეების თვითნებურად, ასე ვთქვათ, ატვირთვის და პორტალების შექმნის, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ეს ძირეულად ცვლის მიდგომას და სუბიექტივიზმს გამორიცხავს. ყოველ შემთხვევაში მინიმუმამდე დაყავს. და ძალიან ხარჯჯიანია.
რა თქმა უნდა. განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. ნებისმიერი ახალი იდეა კვლევიდან დაწყებული. რა თქმა უნდა. დამთავრებული აი იმპლემენტაციით ყველაზე დიდ თანხობრივ მონაწილეობას მოითხოვს არა მარტო დაუშვათ უცხოელი პარტნიორების მხრიდან, პირველ რიგში თვითონ სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ მე გვაძლევს ძალიან კარგ შედეგებს. ყოველ შემთხვევაში სწორ მონაცემებს გვაძლევს. შეიძლება ეხა ეს ძალიან ხარჯეფექტური არ იყოს. აი მაგალითად ერთ-ერთი თემა რომელიც არის პერსონალიზებული პერსონიფიცირებული ანუ პერსონალიზებული მედიცინა. იცით მედიცინაში ზოგადად ორი დიდი დილემასავი თვითონ არის. ერთი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა და მეორეა პერსონალიზებული მედიცინა. იცით რა ჯანდაცვის სისტემები საშუალო სტატისტიკურ სარეგულაციო მექანიზმებს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გაიდლაინებს და ასე შემდეგ, ქმნის აი ამაზე კერძოდ ესე იგი არაინდივიდუალიზირებულ მტკიცებით მედიცინაზე. იმიტომაც ქვია რეკომენდაცია. ამიტომაც ესე რეკომენდაცია. მე ხშირად ვეუბნები ახალგაზრდებს. დაიწყეთ მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებითი მედიცინით და გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ უკვე თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ სპეციფიური კვლევები, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ პერსონალიზებულ მედიცინაზე გადახვიდეთ. ეს არის უმაღლესი პილოტაჟი, როგორც იტყვიან. ამიტომ ამ ორი თეორიის, ამ ორი პარადიგმის ერთმანეთისგან დაშორება არ უნდა მოხდეს. მე მოქმედი ექიმი უნდა ვუყურებდე ამ კომპონენტსაც და ვიაზრებდე ამ კომპონენტის მნიშვნელობასაც. ხო, ეს არის კლასიკური რაღაცა მონაცემების საფუძველზე შემიძლია მე უკვე ვარირება და იმპროვიზირება. მაგალითად, დღეს აი ეპიგენეტიკაზეა ძალიან ბევრი საუბარი, ხო? ისევე როგორც სხვა მეთილირების პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს თვითონ გენომზე, გენზე და ასე შემდეგ, ხო? გენეტიკოსები ამას მიხვდებიან და ექიმებიც ამას მიხვდებიან. მაგრამ ჩვეულებრივი მსმენელისთვის და ჩვენი მაყურებლისთვის რომ ავხსნათ არის ის, რომ მე კი დავიბადე გენების რაღაც გარკვეული კრებულით და ნაკრებით, კონსტელაციით აი ამ გენების, მაგრამ გარემო პირობებმა შეიძლება ცვლილება მოახდინოს ჩემი გენეტიკის, ისე რომ ამ ეტაპზე არა, მაგრამ მოგვიანებით თავი იჩინოს რაღაცებმა, მარტო ჩემთან არა, ჩემს შემდგომ თაობებში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად დაუბრუნდები ისევ შიზოფრენიას და ვამბობთ, რომ შიზოფრენიის მიზეზი არის მაგალითად გენეტიკური სუბსტრატი. არაა სწორი ვორდინგი, არაა სწორი გამონათქვამი უკაცრავად. ესე იგი, ეს არის არასწორი, იმიტომ რომ კვლევები გვაჩვენებს, რომ ზოგად პოპულაციაში შიზოფრენიის გავრცელება არის 1%-მდე, როცა ერთი მშობელია აუცილებლად ავად, მაშინ შეიძლება ამან სადღაც 2.5%-მდე აიწიოს. არ არის ეს პირდაპირი კორელაცია. აქ არის საუბარი, აი მაგალითად იდენტურ ტყუპებში. თეორიულად ხო ორივეს უნდა დაემართოს, არა? იმიტომ რომ აბსოლუტურად იდენტური მასის კომპლექსი. 45-ზეა, 45%-ია. კარგი, 48% შეიძლება დაემართოს. ხო, აი, ინტერესანტია. ამიტომ, ანუ აქ არის პრედისპოზიციაზე უფრო მეტად საუბარი. განწყობაზე, წინასწარ განწყობაზე, გენეტიკურ წინასწარ განწყობაზე, გარკვეულ გენებში არსებულ ცვლილებებზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია 2-3 ფაქტორი. მაგალითად, როგორ იზრდებოდა. თქვენ წეღან ახსენეთ მასობრივი ემოციური პრობლემები. მოდით დავიყვანოთ ჯერ ერთ ადამიანზე, ერთ ბავშვში რა ხდება და მერე გავიდეთ ზემოთ რა ხდება. აღმოჩნდა, რომ ესეთი მძიმე ემოციური გამოცდილებები, როგორიც არის მაგალითად სიყვარულის მიღება მხოლოდ იმის
შემდეგ რაც რაღაცა დაუკმაყოფილე მშობელს, ანუ პირობითი სიყვარულის აღმოჩნდა, რომ ესეც ტრავმაა. რა თქმა უნდა. და ის ადამიანი, რომელიც მოწყვლადია, განპირობება აქვს რაღაცის მიმართ, უფრო მძიმედ რეაგირებს. ტრავმის დროს ბავშვებში განსაკუთრებით ძალიან გართულებულია საკუთარი ემოციების ვერბალიზაცია. ამიტომ ჩნდება იქ უამრავი განსხვავებული სიმპტომატიკა, რომელიც შემდეგ ხელს უწყობს რას? კორტიზოლის გამოსტყორწნას ორგანიზმში, რომელიც თავის მხრივ მეორადად ფიზიოლოგიის დონეზე, ბიოლოგიის დონეზე იწვევს ცვლილებებს. და მოდით ახლა კიდევ ერთი თეორია ვახსენოთ, ეგრეთ წოდებული ნაწლავი ტვინის ღერძი. მისი პირველი ელემენტები ჰიპოკრატედან არის და შემდეგ აიურვედაშიც აგვაქვს ჩვენ ამის შესახებ, როდესაც კვებითი კომპონენტები უნდა იყოს. ჩემს გაკვირვებას გუნებ განწყობაზეც კი აქცენტა გავლენას და მე უკვე დაკავშირდა ამ საუკუნეში ძალიან ტრენდულიც გახდა ეს gut brain axis რო ხობართალია და ნაწლავ ტვინის ღერძი, რომელზეც ეხლა რაზია საუბარი? დღეს საუბარია, რომ თუნდაც დღეს ფსიქობიოტიკს რო ახსენებენ მკვლევრები, არავინ ამბობს, რომ მაგალითად, ესე იგი პრებიოტიკები, პრობიოტიკები, დღეს მიდის ფეკალური ტრანსპლანტაცია, მაგალითად აუტიზმის დროს, მაგალითად დეპრესიის დროს, ცოტა სპეკულაციურად გვეჩვენება ეს კვლევები, მაგრამ ნახოთ რა იქნება. იმიტომ რომ რეალურად ნაწლავს, ანუ ჩვენს მეორე ტვინს სეროტონინის გამომუშავებაში ყველაზე დიდი როლი ენიჭება, ხო? იმიტომ რომ 90%-ზე მეტი იქ გამომუშავდება და მაშინ გასაგებია ცდომილი ნერვის რეაქციები, როდესაც რაღაც პრობლემები გვეწყება, როდესაც ჩვენ გვაქვს გაღიზიანებული ეს ნაწლავის სინდრომი, როდესაც ჩვენ გვაქვს აი რაღაც სტრესზე მომენტალურად ვეგეტატური დისფუნქცია გვეწყება და ვეგეტატური სიმპტომატიკა გვეწყება. ადრე ნაწლავთან ნევროს ვეძახდით მაგას, ხო დათვის სახელდება, ესე ხდებოდა. მაგრამ თანდათან წინ წავედით და საინტერესოა სად მივალთ. ეს კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად მე მახსოვს 80-იან და 90-იან წლებში სხვათა შორის აი ლიტერატურაში იყო უკვე რეკომენდაციები მედიკამენტის პარალელურად გარკვეული დიეტური შეზღუდვების შესახებ. ჩემს გაკვირვებას ესე იგი საზღვარი არ ქონდა, როდესაც ერთ-ერთი რაღაცა სპექტრის მქონე ბავშვის დედა თავისი პრობლემებით, როდესაც მოვიდა ჩემთან, იტალიიდან ჩამოსულება, მან ესე ჩვეულებრივ ანამნეზის აღების პროცესში ახსენა, რომ უკეთესათაა მისი შვილი მას მერე, რაც იტალიელმა ექიმმა სპეციალურ დიეტაზე გადაიყვანა. აქ რთულია სათქმელი, ერთეული შემთხვევის განზოგადება მედიცინას არ უყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ამ მიმართულებით ჩვენი კოლეგები მუშაობენ. ნუტრიციის თემებზე ჩვენ სხვათა შორის ბევრჯერ ქონია ამაზე საუბარი სხვადასხვა სპეციალისტებთან, მართლა ნუტრიციოლოგებთან უკვე სამკურნალო კვების, ასე ვთქვათ, საკითხებზე და კვების გავლენაზე ძალიან სერიოზულად მიდის მსჯელობა, მაგრამ საინტერესო ის არის ჩვენ რომ მაინც არ დავკარგოთ რაღაცა თემები, მე მაინც მინდა დავუბრუნდე აი სწორედ პერსონალიზებული განსაკუთრებით მედიცინის თემას, აი ფსიქოფარმაციას, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთან ამას ბევრი თემა აქვს, ეს არ არის მარტო სამედიცინო, ეს იკვეთება რაღაც ამართლებრივ თემებთან, ეს იკვეთება მოგეცემათ რეცეპტულია, იკვეთება გარკვეულ კანონმდებლობასთან, სოციალურ საკითხებთან, სტიგმასთან, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ და ის რაც თქვენ ახსენეთ ტერმინი, რომ ჩვენ ანტიფსიქოზური ასე ვთქვათ წამლებიც არ უნდა უწოდოთ. აი ეს თემა მინდა რომ რაღაც მოკლედ, მაგრამ გასაგებად ჩამოვაყალიბოთ, რა იდეა შეიძლება არსებობდეს, რა შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გაკეთდეს აქ ჩვენთან საქართველოში, რომ პერსონალიზებული ფსიქოფარმაკოლოგია იყოს ძალიან მტკიცებულებებზე დამყარებული. ძალიან ძვირია. ამიტომ
რა შეიძლება ამ ხრივ კარგით, ზოგადად ამ მიმართულებაში პერსონალიზებული მედიცინაზე როცა ვსაუბრობთ ფსიქიატრიასთან მიმართებაში აქ ძალიან ხშირად დავდივართ მედიკამენტის ათვისება რამდენად შეუძლია ორგანიზმს. ანუ მისი პროფილირება უნდა მოხდეს გარკვეულ მედიკამენტთან მიმართებაში მთელი იმ ამთვისებლების კონტექსტში, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული ნივთიერების ნახევარდაშლას, აღეთვისებას და ასე შეწოვებას და ასე შემდეგ. რეალურად რომ შევხედოთ, ბევრ ქვეყანაში ეს უკვე კეთდება, როდესაც აწყდებიან მკურნალობისადმი რეზისტენტულ მდგომარეობებს. მაგრამ ჩვენთან ეს სამწუხაროდ არ კეთდება, იმიტომ რომ არის ძალიან ძვირიანი კვლევები და მაგალითად დიდი კვლევები, რომელიც ჩამოდის საქართველოში სხვადასხვა მედიკამენტთან მიმართებაში, სამწუხაროდ ფსიქიატრიაში ეს კვლევები ცოტა ნაკლებად არის. მაგრამ ჩვენ აქედან პაციენტს, რომელსაც ვიკვლევთ, მაგალითად ლუროპერიდონი, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე პრაქტიკაში გამოყენებაში, ჩვენთან გადიოდა ერთ-ერთ კვლევას. მაგალითად, ქვეტიაპინი 96-97 წლებში საქართველოში გადიოდა კვლევას. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დანიშნული პრეპარატია. იქ პროფილირება ხდება ძალიან მაღალი კატეგორიის დაწესებულებებში, ლაბორატორიებში, სადაც იგზავნება აქედან მასალა. სამწუხაროდ ეს არის ძალიან ძვირიანი, მე არ ვიტყვი, რომ ჩვენს ლაბორატორიებს არ შეუძლიათ, ისინი მათ შეუძლიათ რაზეა საუბარი, როდესაც რაღაცა ისეთი კვლევები არის, რომლის უფრო მოსახერხებელია ჩვენი ლაბორატორიებისთვის, რომ ეს გაიგზავნოს უცხოეთში, ვიდრე აქ გაკეთდეს. ხო, რა თქმა უნდა, ხა. ხო, სხვათა შორის, აიცით, ამ ხრივ რაღაცა ტიპის კვლევები, მაგალითად ნეიროიმიჯინგი ან რაღაცა ესეთი კვლევები, კარგია სწორედ აი ტელემედიცინით შეგვიძლია რომ დავაკავშიროთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გენომური კვლევებისთვის მაინც უნდა გაიგზავნოს და კონკრეტულ ნივთიერებას. სამწუხაროდ ეს ხო, აიმიტომ ვიკითხე, იმიტომ რომ ეს გარკვეულ ეთიკურ სამართლებრივ ფინანსურ საკითხებთან არის გადაჯაჭვული და ალბათ ცოტა შეიძლება სხვანაირი ხელშეწყობა დაჭირდეს კონკრეტული მე ვერ ვიტყოდი რომ მარტო სახელმწიფოს მხრიდან, ალბათ კონკრეტული ინსტიტუციები, რაღაც უნივერსიტეტები, კათედრები. მე მგონი კვლევითი პოტენციალი უფრო მეტად უნდა გავხსნათ ახალი მედიკამენტების კონტექსტში. როდესაც ახალი გენომური კვლევები მაგალითად შიზოფრენიაში მიმდინარეობდა და საინტერესოა ის როგორი ლაგდება ჩვენი როგორც ქვეყნის პროფილი ამ თვალსაზრისით და სხვა ქვეყნების პროფილთან. სამწუხაროდ მე არ მაქვს ცნობა ამ მონაცემებზე, როგორც ვიცი, ჩვენ არ ვიყავით მხარედ, ასე ვთქვათ, რაღაც პატარა მონაკვეთში ვიყავით შერჩეულები, სამწუხაროდ ამის შესახებ მე კონკრეტულ ინფორმაციას არ მესმის. მაგრამ რახან ჩვენ მაინც კვლევებზე გადავედით, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ინოვაციური მიმართულებაა, სხვა შორის ძალიან მაინტერესებს ეს ნეიროგლიის და მიკროგლიური აქტივაციის თეორიაც, მინდა მაინც ვახსენოთ, მაგრამ და ფსიქოდელიური თერაპიის თემაც მინდა რომ ვახსენოთ, იმიტომ რომ ეს ბევრ სხვა რაღაცასთანაც ასოცირდება და შეიძლება ფსიქოთერაპიის, ფსიქოანალიზის საკითხებთანაც დავაკავშიროთ ჩვენ მკურნალობის თემები დღეს საქართველოში, იმიტომ რომ ანუ წაგვეხმაროს ეს მაშინ, როცა რომელიღაც მედიკამენტები შეიძლება დეფიციტი გქონდეს და ეს თემა ძალიან მაინტერესებს არა მარტო მე, ალბათ ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ თუ ფსიქიატრმა იცის, რომ ეს პრეპარატია შეიძლება უფრო მისაღები, მაგრამ ხელმისაწვდომი არ არის, რასთან კომბინაცია შეიძლება არსებული, რომ იგივე შედეგი მივიღოთ. თუმცა სანამ ამ თემებზე გადავალთ, აი ძალიან მოკლედ მინდა რომ კვლევაზე ჩავასრულოთ, ანუ სამეცნიერო კვლევების თემა ზოგადად ტკივნეული საკითხია დღევანდელი მედიცინისთვის, ქართული მედიცინისთვის ვიცით და ფსიქიატრიაში განსაკუთრებით როცა ჩვენ საუბრობთ ამ კოჰორტაში, ასე ვთქვათ, კვლევის უკვე დაგეგმვაზე, არათუ ჩატარებაზე, იმიტომ რომ სხვა
მომენტები შემოდის თუნდაც ბიოეთიკური და ფინანსური როგორც თქვენ ბრძანებთ. რა შეიძლება დღეს გაკეთდეს ამ მიმართულებით? თუ მიდის რომელიმე ახალი მედიკამენტის კვლევა, ის ძალიან კარგად არის დაზღვეული ქართული კანონმდებლობით, თუნდაც ბიოეთიკის კონტექსტში. კი, მაგრამ ეს არის მესამე მეოთხე ფაზა. პირველი მეორე ფაზისთვის მე არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას, მაგრამ აი მეორე ფაზის კვლევა იყო და ფაქტიურად ვერ ჩავაგდით, იმიტომ რომ არა გვაქვს აი ეს პოტენციალი და ძალიან ხარჯთ ჯერჯერობით რჩება პრობლემა. მაგრამ მესამე მეოთხე ფაზა სიამოვნებით და ძალიან კარგი იქნება თუ წავთ. თუმცა აქაც უკვე რაღაც გარკვეული საკანონმდებლო კონტექსტი ჩდება, რომელზედაც ალბათ ჯობს სხვა დროს ვისაუბროთ, თუ გვექნება ამ პრობლემით დაკავებული ადამიანები შევიკრიბოთ ერთად. სიამოვნებით და ალბათ ეს შემდგომი რაც შეეხება ფსიქიატრიაში, ქართულ რეალობაში კვლევა, პრაქტიკულად ჩვენ დავედით სოციალური ფსიქიატრიის კონტექსტზე, სადაც ვიკვლევთ მაგალითად ინტერდისციპლინურად, აი მაგალითად რეპლიკაციას არ ვაკეთებთ სრულად, მაგრამ ქართული პოპულაციის ანალოგიით რა შეიძლება იყოს, აი მაგალითად რაღაც დასკვნა სადღაც მიღებული და მისი გადამოწმება ხდება. სამწუხაროდ ამის მეტი შესაძლებლობა ფინანსური და რესურსები ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს არის ძალიან ძვირიანი სიამოვნება და თუ რომელიმე მაგალითად ევროპული უნივერსიტეტი რამე კვლევაში როგორც ჩაგვთავს რონოდას ხო ჩაგვიბავს და წაგვიყვანს ჩვენ მოხარულები ვიქნებით და სწორედ ამ მიმართულებით არის ძირითადი დოქტორანტების დაუშვათ რესურსი რო გამოვიყენოთ რეზიდენტების და ასე შემდეგ მაინც ეს არის რა თქმა უნდა მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი რომლის ჩარჩოებშიც თავის ტვინზე კვლევები მიმდინარეობს გერმანიაში და წაყვანილი ყავთ ქართველი დოქტორანტი. აი ასეთი ტიპის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე სპეციალისტები მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, რომლებიც ღეროვან უჯრედებზე მუშაობენ და აბავენ ჩვენს დოქტორანტებს, მაგრამ ეს არ არის სრულფასოვანი. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ბაზები არა გვაქვს. ძალიან ბევრი რაღაც უკავშირდება, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, სამართლებრივ, ფინანსურ და სხვა ტიპის, აი თვითონ დაგეგმვის ეტაპზე არსებულ კვლევებს და სამწუხაროდ აი ფსიქიატრიაში ჩვენ დავრჩით დღეს ძირითადი კვლევები მიდის მაინც უფრო აი სოციალურ ფსიქიატრიის კონტექსტში თუმცა ესეც საინტერესოა სოციალური ფსიქიატრიის განვითარების შემდგომ მაგალითად ფსიქოონკოლოგია მაგალითად აი ძალიან საინტერესო მიმართულებებია რომელიც მუმიჯნა აი ეხლა მაგალითად ერთ-ერთ დოქტორანტთან მუშაობთ კარდიოლოგიური და ფსიქოლოგიური ხო ორსულთა ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა და პარტუმი მაგალითად პრაქტიკუმიც ყველაზე პრაქტიკულად და აი ალბათ ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობის ცენტრების კონტექსტში ძალიან საინტერესოა და აი თქვენ რაც ბრძანეთ საიდან მოდის ტრამვები ძალიან ხშირად მოდის აი ძალიან საინტერესო რომ გაიხსენეთ გადაცემამდე თქვენს ძუძუთი კვების პერიოდიდან მოსატყოფნის პერიოდიდან ძუძუთი კვების პერიოდიდან და ამ შემდეგ ანუ ფროიდიზმის ფესვები ქართულ ფსიქიატრიაში ჯერ კიდევ როდის იყო ხო თქვენი პედაგოგების და ჩვენი ასე ვთქვათ წინაპარი ექიმების იდეებშიც მაგრამ ჩვენ რო დაუბრუნდეთ ანუ კვლევების მიმართულებით რო გჭირდება გაძლიერება და მხარდაჭერა ეს მინდა გავაჟღეროთ ჩვენ გადაცემაში იმიტომ რომ აქ ალბათ რაღაცა სახელმწიფოს სამედიცინო სამოქალაქო სამეცნიერო სექტორის რაღაცნაირი გარკვეული კონგლომერატების და ცენტრების შექმნა იქნება საჭირო რომ ყველამ დაუჭიროს ხარი ხა მარტო ერთი ინსტიტუცია ჩემი დაკვირვებით რასაც ვხედავ და ამაზე მეთანხმებიან ჩემი პროფესორი მეგობრები რომლებიც ჩართულები ვართ სადოქტორო პროგრამებში აი ამ ჩვენს დოქტორანტებთან და ასე შემდეგ ყველგან ბევრად უფრო გამართლებულია
მულტიმოდალური მიდგომა. ანუ დღეს პრობლემას აი ის არ მიჭრის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მე ვარ კარგი ფსიქიატრი და კარგად დავნიშნე წამალი. მე რომ მკვლევარი გავაკეთო, მე ამ პაციენტის ბევრი რაღაც ისეთი უნდა შევაფასო, რისი საშუალებაც უნდა მქონდეს, როგორც მარტო ფინანსური არა, პარტნიორები უნდა მყავდნენ, რომლებიც მე არ შეიძლება ვიცოდე მაგალითად ნეიროიმუნოლოგია, იმიტომ რომ ეხლა თქვენ ახსენეთ ნეიროგლიის მოდულაცია, მაგალითად, ხო? მე თუ აი ნახეთ სინაფსურ პლასტიურობაში არ დამეხმარება ამ თემების უკეთმცოდნე ადამიანი. მე ვერ ვისაუბრებ დაუშვათ ჩემს ეფექტურ მკურნალობაზე. თუ მინდა მე რომ ჩემმა ნაშრომმა მიიღოს მაღალი შეფასება. ზოგადად ნეირონების სიცოცხლის უნარიანობაზე დაკვირვებები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა საუბრობდით ასევე ეთერს მიღმა. ეს იყო გლიმფატური სისტემა, რომელიც არის ახალი აღმოჩენა 2012 წლიდან თუ 11 წლიდან არის ეს და ძალიან ცოტა ვიცით მის შესახებ, თუ როგორ აკეთებს ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემიდან მავნე ნივთიერებების, მავნე ნარჩენების გამოტანას და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თემებია. ფაქტობრივად ახალი სისტემაა, სრულიად ახალი სისტემა, რომელიც არსად არ იყო აქამდე სამედიცინო ლიტერატურაშიც. აი ძალიან ცოტა არის, ყოველ შემთხვევაში საინტერესო კვლევებია, მაგრამ უფრო რეფლექსოთერაპიაში არის ძალიან საინტერესო მერიდიანულ სისტემაში, ჩინურ მედიცინაში აღმოჩენები. ამიტომ ამბობ, რომ რაღაცეები, როდესაც სახლეები არსებობს, ზოგიერთი რაღაც არის ძველი თეორიის შემოწმება ახლებური მიდგომებით და მე მგონი აი ამაშია სწორედ მეცნიერების არსი, ამაშია სწორედ ხვალინდელი მომავალი. მედიკამენტების შექმნას თუ ვერ ვუზრუნველყოფთ საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია სხვა მიმართულებით ვიმუშაოთ და იმ თეორიის გამტკიცებას ან უარყოფას მოვახმაროთ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი, ვიდრე დაუშვათ ეხა მართლა შევეჭიდოთ იმას, რისი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არა. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ, იმიტომ რომ ჩვენი ალბათ გადაცემის ერთ-ერთი მიზანიც ესაა, რომ ხშირად რაღაც პრობლემებიც დავდოთ, რომ მე იქნება ამის გადაწყვეტის გზებზე მსჯელობაც იყოს შემდეგი ეტაპი, თუმცა არ მინდა გამოხრჩეს, ვიდრე გადაცემას დავასრულებთ რამოდენიმე ის მიმართულება, რომელზედაც თქვენ გსურთ, რომ გაამახვილოთ ყურადღება და კი ბატონო, ეს მინდა რომ ჩავასრულოთ, რატომ იცით, აი მაინც მიჩნდება ეს კითხვა. წირი რესურსების ფარგლებში როგორ შეიძლება რაღაცის კიდევ შემოტანა, რომ იგივე მექანიზმების ახსნას რო თავი დავანებოთ და კვლევებს, ეხლა უკვე პრაქტიკაზე რო გადავიდეთ, რომ მკურნალობა აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, ძალიან ასეთი სრულყოფილი მაინც. ბოლო პერიოდში მინდა გითხრათ, რომ მოიმატა შემთხვევებმა, რომლის იდენტიფიცირება ხდება როგორც ADD, მაგალითად ყურადღების დეფიციტის აშლილობა. ჩვენ მაინც მიჩვეულები ვიყავით ზოგადად სამედიცინო პოპულაცია, რომ ADHD-ზე, ანუ ჰიპერაქტიობით მიდიოდა ეს მდგომარეობები, მაგრამ გამოიკვეთა, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ეს ჰიპერაქტიობა, რომელიც ძალზე თვალში საცემი არ იყო მოზარდობის ასაკში და აი ესე მკაფიოდ გამოხატული არ იყო უფრო გაფანტულობის ხარჯზე და ყურადღების დეფიციტის ხარჯზე მიდიოდა, მოზრდილ ასაკში დიაგნოსტირდება უკვე როგორც ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ოღონდ მოზრდილ პოპულაციაში. საქმე იმაშია, რომ ძალიან რთულია ამ ადამიანების მდგომარეობა, როგორც ADHD-ის ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, ასევე ზრდასრულებში, იმიტომ რომ მათი სამკურნალო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეპარატი, როგორცაა რიტალინი, მაგალითად, ბაზარზე არ არის შემოსული. ხო, ეს ერთი საკითხია, რომელიც ასევე რთულია.
მე მიხარია რომ გაიზარდა დიაგნოსტირება. იმიტომ რომ სხვა მეთოდებით ვცდილობთ ამ მდგომარეობების კუპირებას, მაგალითად ფსიქოთერაპია ამ დროს ერთ-ერთი ჩვენება არის ანტიდეპრესანტი კონკრეტული, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს, არის რაღაც გარკვეული მედიკამენტები, რომლის მოძიება დღეს საქართველოში შეიძლება, მაგრამ დიაგნოსტიკის პროცესის გაუმჯობესებას მე მართლა მივესალმები, თუმცა საჭიროა მუშაობა აი ამას დიაგნოსტიკა ამისი მიმკურნალე. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ ფსიქოდელირიული თერაპია, ესეც ძალიან ძველი ისტორიაა, ესეც თავიდან ხდება გააზრება ამ პროცესების და აღმოჩნდა, რომ მაგალითად დღეს არსებობს უკვე აღიარებული მედიკამენტი, ესკეტამინი, რომელიც FDA-მ, ანუ ესე იგი, კვებისა და წამლების სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტკიცა როგორც რეზისტენტული, მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესიის მკურნალობის ფორმა. ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ესკეტამინი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს არის ნაზალური, ანუ ცხვირში შესასუნთქი, ხო? ესეთი ფორმა, რომელიც სპეციალურ ესკეტამინის ლიცენზიის მქონე კლინიკებში ტარდება. იმიტომ რომ შესხურებიდან 2 საათი თუ 1 საათი ხა არ მახსოვს, აუცილებლად საჭიროა და მდგომარეობის მართვა საჭირო. დიახ, ექსპერიმენტულად მიდის კეტამინის გადასხმებითაც მკურნალობა, რომელიც ჯერჯერობით აი ესე აღიარებული FDA approval, როგორც ამბობენ, ხო, არ არის ჯერ მოცემული. ძალიან საინტერესო კვლევები მიდის, ეხლა აი მაგალითად MDMA-ის გამოყენებაზე ისეთი მძიმე ქრონიკული და აი დროში გამყინველი დიაგნოზის დროს, როგორიცაა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა. მაგრამ ესაა კვლევები. ფსილობიცინზე, ანუ იცით რა არის ეს ჰალუცინოგენური სოკოს წარმოებულზე კვლევები მიმდინარეობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდობამ ჩათვალოს, რომ ეს არის უკვე დადასტურებული და მაინც კვლევის პროცესშია. ერთ-ერთი საინტერესო, რაც არის, იცით რა, ეს კვლევები მიდის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიც აი თუნდაც ჯონ ჰოპკინსში, როგორიც არის მაგალითად სტენფორდის უნივერსიტეტი, მაგრამ დასრულებული არ არის ბევრი ეს კვლევა, ამიტომ მტკიცებითი ფორმით ამაზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემატიკა არის მიდგომა საინტერესოა ბუნებრივი ემთხვევა ჰალუცინაციების ახსნასთან დაკავშირებით ალბათ ამას აქვს რიზონი ყოველ შემთხვევაში იმ პაციენტებისთვის, რომელსაც დიაგნოზს უსვამთ და იმ ექიმებისთვისაც, რომელმაც უნდა, როგორც ჩვენ თქვით, ერთის მხრივ მტკიცებულებებზე დაფუძნებულად უნდა დასვან დიაგნოზი და შეარჩიონ მკურნალობა, მაგრამ ინდივიდუალური მიდგომა საჭირო. ერთი მხრივ კიდევ აი ის კარგი, რაც არის დღეს, მინდა ვთქვა, რომ TMS-ია საქართველოში შემოტანილი, ილიას უნივერსიტეტს აქვს აი ეს ლაბორატორიაში, ყოველ შემთხვევაში აი კვლევის სტადიაში, თუმცა მინდა გითხრათ, TMS-ი არის მტკიცებითი მედიცინის მიერ მოწოდებული როგორც მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესიის ესე იგი საშუალება. ძალიან საინტერესოა ეს მიმართულება, სამწუხაროდ ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით შეზღუდულია. უბრალოდ ვიცი დადებითი მოდულაციას აკეთებს, რიტმების მოდულაციას. მსგავსი კვლევები მიმდინარეობს, ეს თუ არის მაგალითად ახალი თაობის ხელსაწყოები არის ასევე, რომელიც პირდაპირ უშუალო ტვინზე მოქმედებს. ეს გარედან არის და ეს უფრო ეს ძალიან ბევრი კვლევებია. ჩვენ ხო ვერ ჩავყვებით რა თქმა უნდა ესე კონკრეტულად, მაგრამ საინტერესო აქ ის არის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ გარკვეულ ნოზოლოგიებს და ამ შემთხვევაში დეპრესიაზე, ეს უფრო ხშირია დღეს
სამწუხაროდ გამომდინარე ჩვენი ცხოვრების რიტმიდან შეიძლება ვიდრე დავუშვათ შიზოფრენია, ხო? მაგრამ შფოთვები, დეპრესიები, შიშები, სტრესი, რაც თქვენ ბრძანეთ, აი მართლა ძალიან დიდხან შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება დარჩეს. ეს ხომ არ არის მარტო რატო არის გახშირებული, იმიტომ არა რომ დიაგნოსტიკა გაუმჯობესდა მხოლოდ. არა, მე ვთქვი ეს მხოლოდ ADD-ის დამიმართებაში და არ მე მინდა იმ თემაზე გადავიდე, რაც უბრალოდ წამოვიწყეთ, რომ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, ხო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა და მათ შორის აი ძალიან მინდა მე ალბათ გვექნება საშუალება ცალკე გავაკეთოთ, მაგრამ ეხლა მინდა აღვნიშნოთ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული, აი სწორედ და თქვენ კოთახში. კი ბატონო, აი ეს არის ის მიმართულებით მინდა ჩვენ მაყურებელმა გაიგოს რამდენად ბევრი მიმართულებით მუშაობს დღეს და რა გაიგონ ის რომ ის ტერმინი რომელსაც ჩვენ ახლა უკვე ალბათ საქართველოში უფრო ხშირად გამოვიყენებთ სოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში ტვინის ჯანმრთელობა როგორც ტერმინი უკვე არის დამკვიდრებული და მე ახლა გავიარე კიდევაც კურსი ტვინის ჯანმრთელობის ეთიკის, იმიტომ რომ საერთოდ ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბ და რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად დაკავშირებულია სწორედ განათლებასთან, ჯანმრთელობის სტრატეგიებთან, გარდა ამისა სწორედ იმ პირობებთან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელთა შექმნაში გაუმჯობესებაში ან გაუარესებაში სწორედ ადამიანური ფაქტორია ჩართული. და სანამ დავამთავროთ ჩვენს საუბარს, მით უმეტეს თქვენ ხართ წევრი ძალიან სოლიდური აი ამ ორგანიზაციის, ორი სიტყვით მინდა რომ ამაზე გითხრათ, რომ რა ფაქტორებია მაინც ძირითადი თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე, ადამიანთა ჯგუფებზე, სოციუმებზე აქცენტს ყველაზე ძლიერ გავლენას მათ ტვინზე, მათი ტვინის ჯანმრთელობაზე, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, მათ ქცევაზე, მოდი ასე ვთქვათ, რა ითვლება მეტნაკლებად ჩვეულებრივ რეაქციად. ეხლა მე რო ვიღაცა შემომივარდეს აქ და დაუშვათ რაღაცის დაშავებას აპირებდეს, რეალურად სწორი რეფლექსია იქნება, ხო? ჩემი მხრიდან რომ თავდაცვის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიო ან რაღაცა ვესროლო, ან პირიქით გავიყინო და სხვა, მაგრამ რა არის არასწორი რეაქცია, ხო, გარკვეულ ასე ვთქვათ, საპასუხო რეაქციებს გულისხმობ გარკვეულ მოვლენებზე. ეს ერთი თემაა, მაგრამ მეორეა საინტერესო ის, რაც მინდა თქვენ რომ ჩამოგვიყალიბოთ ძირითადი მოკლედ ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს და მათ შორის ხიდი გაგვიკეთოთ დაუშვათ კლიმატის გავლენაზე ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას, რომ შემდგომ გადაცემებს ჩვენ ეს საკითხი უფრო ადამიანი არის ღია ეკოსისტემა, ხო? ჩვენზე მუშაობს ყველაფერი. საზოგადოებრივი პრობლემები, გლობალური პრობლემები, მიკრო პრობლემები და საბოლოო ჯამში ჩვენი მიკრო პრობლემებითაც კი ვქმნით საზოგადოებას, ხო? ანუ აქ საუბარია რომ ესე იგი ვექტორი ნეგატიური ვექტორი, რომელიც გავლენას მოახდენს ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე, შეიძლება იყოს მაკროეკონომიკიდან დაწყებული, ჩემი საკუთარი ფინანსური კეთილდღეობით დამთავრებული, პლუს ეს შეიძლება იყოს ესე იგი პოლიტიკური კრიზისი, დაპირისპირებები, ძალადობრივი აქტები, ნეგატიური საუბარი, რომელიც გამოცმებით მესმის, ხო? არა მარტო, ნახეთ, გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ მაგალითად ომებით, კატასტროფებით, ყველაფერი ეს ილექება, არა მარტო ერთი კონკრეტული ადამიანის ფსიქიკურ მატერიაში, ანუ ტვინში, არამედ ილექება კოლექტიურ არაცნობიერში, რომელიც თავისთავად გარკვეულწილად განაპირობებს კოლექტიურ ქცევასაც. აქ შეიძლება იყოს, აი ნებისმიერი ტრაუმის დროს ორი მომენტია, რაც ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის არის მიუღებელი. პირველი ეს არის ის რომ საფრთხე რომელიც მოდის მე აღვიქვი თუ არა ის სიცოცხლესთან შეუთავსებელად, ანუ სიცოცხლისთვის საშიშად აღვიქვი თუ არა. მაგალითად, რაღაც რომ გადმოვარდა ვიღაცისთვის სუბიექტურად შეიძლება იყოს აღქმული როგორც მისი სიცოცხლის ხელყოფისკენ მიმართული, ან დაუშვათ ვიღაცამ დაინახა რომ მის თვალწინ მოხდა დანაშაული და ეს დანაშაული გახდა მისთვის შეფასება, ამ დანაშაულის შეფასების მომენტში ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მე უსუსური ვიყავი, უმწეო ვიყავი იმ მომენტში. ანუ ორი მომენტია, ერთი სიცოცხლისათვის საშიშია ეს მოვლენა და მეორეა უმწეობის განცდა. ვერ ვცვლი,
ვერ ვაკეთებ რაღაცას. აი ეს ორი არის ეს ამის მერე იწყება უკვე ახალი კლასტერი სიმპტომების, როგორიცაა მაგალითად მე უკმარი ვარ ამ სიტუაციაში. მე თვითდანაშაულების გრძნობა და ასე შემდეგ. ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა, პირდაპირ უკავშირდება თუ ჩემი საკანდიდატო დისერტაცია შიზოფრენიის უფრო აი ამ ვირუსულ თეორიასთან ახლოს იყო, სადოქტორო უკვე პოსტტრაუმულ სტრესულ აშლილობაზე იყო. აქედან გამომდინარე ეს ორი თემა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყვარელი, ასე ვთქვა. ჩემი ორი პატარა შვილია. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალურია. აქედან გავდივართ უკვე უფრო გლობალურ მომენტებზე, როდესაც ცუნამის საშიშროება არის თუნდაც იაპონიაში დღეს მაგალითად, ხო? მისი ტალღა უკვე თუნდაც ჩვენს Facebook-ზე იგრძნობა. იმიტომ რომ დღეს უკვე ეს სოციალური მედიაც ამას იმდენად აშუქებს, რომ ჩემი შეგრძნებებით, აი რა მოხდა იქ ინფოდემია, კი ბატონო, და შესაბამისად აი ეს კლიმატური კატასტროფები, რომელიც ჩვენ გვესმის, რომ შეიძლება 2100 წლისთვის ის ქალაქი ეს ქალაქის აღარ არსებობდეს, ჩაიძიროს და ასე შემდეგ. მე რაღაცნაირად დამოკლეს מחვილივით მაქვს თავზე და უფრო მეცაც გეტყვით. დედაჩემი, რომელსაც ყოველთვის აქვს მომატებული ფოთვა ქარის დროს. მე სასაცილოდ მიმაჩნდა და მხოლოდ მათ შემდეგ, რაც კლიმატურ აი ამ ორგანიზაციაში, კლიმენტში, ანუ ამ პროგრამაში, როდესაც ჩავერთე, აღმოვაჩინეთ, რომ დიახ, მალე შემოვა სავარაუდოდ შემდეგი კლასიფიკაციისთვის და კაცობრიობისთვის ეს 10 წელი და 15 წელი არაფერი არ არის კლიმატური შფოთვა, climate anxiety. აი ეს დიაგნოზადაც შეიძლება შემოვიდეს. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც პარალელურად ბატონ დავით ულდიანის კათედრაზე მუშაობდი და უკვე მაშინ ის გულსიზრდათა სისტემაზე და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასე ვთქვათ, მაგნიტური ქარების და მაგნიტური ველის ზემოქმედებას სწავლობდა და მაშინ ჩვენ ახლა ამას იმდენ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებდით, მაგრამ დღეს ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საქართველოსთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთგვარი ოაზისი გვაქვს და ალბათ ეს შეიძლება ძალიან საინტერესო რესურსი იყოს, რომ ამ რესურსით შევიდეთ იმ გლობალურ ასე ვთქვათ კონსორციუმში, რომელიც სწავლობს კლიმატის ცვლილებას და შეიძლება საკონტროლო და ასე ვთქვათ საკვლევი ჯგუფისთვისაც საინტერესო იყოს ჩვენთან ეთნიკურად, ასე ვთქვათ, ეთნოკლიმატის თვალსაზრისით, რო ვთქვათ, უბრალოდ ლოკალური კლიმატის თვალსაზრისით, რო ვთქვათ, როგორია გავლენა ჩვენი ნორმალური კლიმატის, ჩვენს ჯანმრთელობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე და იმ ადამიანს, რომელიც მუდმივი სტრესის ქვეშ ცხოვრობს, იმიტომ რომ მუდმივად არის დაუშვათ გარკვეული კლიმატური ცვლილებები. კი, მაგრამ ისინი უფრო მზად არიან. ხო, აი ეს მინდოდა მე. ისინი უფრო ბევრი მზაობის. დაცულად ვინ უფრო გრძნობს თავს. საქმეც მაგაშია, იცით, მაგალითად საქართველოში არაერთი ზვავსაშიშროების მომენტია, მაგრამ მეწყერსაშიშროება, ზვავსაშიშროება და ასე შემდეგ. აი მოსახლეობას, რომელიც მაგალითად მუდმივად ცუნამის რისკის ქვეშ ცხოვრობს, მათ აქვთ შესაბამისი ტრენინგები და მზაობა იმისა, რომ აი 1 წუთის შუალედში, 3 წუთის შუალედში მოახდინოს რეაგირება. მესმის. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმირება მოსახლეობის, სწორად ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ქმედებები არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ მეცნიერების მხრიდანაც, ოღონდ ეს არ უნდა იყოს მიმართული შეშინებაზე და დაშინებაზე. უფრო როგორ თქვა, უფრო პრაქტიკული და მედეგობის ამაღლებისკენ მიმართული სტრატეგიები. აი ძალიან საინტერესოა ის, რაც ბოლოს ითქვა, იმიტომ რომ ერთის მხრივ თითქოს ჩვენ არა ვართ იმ ზონაში, რაც გაგვიგია და რასაც თქვენ როგორც ბრძანებთ უკვე ინფორმაციული ხელმისაწვდომის პირობებში ყოველწლიურად შეგვიძლია ვნახოთ და თქვათ რომ ღმერთო ჩემო რა ბედნიერება რომ მე აქ არ ვცხოვრობ და ვარ იქ სადაც ვარ, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. აი ნუშოვის ტრაგედია ხო არ ამოდის მაგალითად თავიდან და მას მერე კიდევ რამდენი რამ მოხდა, რასაც
პრინციპში გაუბრწყელებლობით დაუდევრობით შეიძლება იყოს ან იმითი რასაც ვერ აიცილებ, იმიტომ რომ ბუნებაა და ბუნება ბრძანებელია, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ მე მექნება მეტი ინფორმაცია, როგორც გონებრივად, მენტალურად, ცოდნით, ფსიქიკურად, ფიზიკურად, ყველანაირად და ტექნოლოგიურად უნდა მოვემზადო ამისთვის. ნუ ეს ისეთ თემებია, რომელიც უკვე სხვა რაკურსში გადაყავს, რა თქმა უნდა. და უფრო კომპლექსურია, მაგრამ კომპონენტი ფსიქიკური მზაობის, როგორც პიროვნული, ისე სოციუმის დონეზე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და მართლა სხვა მიმართულებაა უკვე ერთგვარი ეკოფსიქოლოგიის და ეკოფსიქიატრიის მიმართულებად შეიძლება ჩამოყალიბდეს და მკვლევრები და სხვათა შორის ღირს მოკლედ ცალკე გადაცემის გაკეთება არა ალბათ უფრო მომზადებულები უნდა შევხვდეთ და სხვაებიც მოვიწვიოთ რა თქმა უნდა ამაზე მაქვს საუბარი რომ ეს არის საკითხი რომელიც მინდოდა მეხსენებინა ჩვენი გადაცემის ბოლოს როგორც ხიდი მომავალი გადაცემის რომელსაც აუცილებლად დავგეგმავ შემოდგომაზე და გელით თქვენს სწორედ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად რომ ეს საკითხები გავაშუქოთ არა მარტო ინტერესის და ინფორმაციის გაზრდის გამო, არამედ შეიძლება იმიტომაც რომ გარკვეული პროექტების და გარკვეული გეგმის საფუძველი გახდეს, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს უკვე თქვენნაირ პროფესიონალებთან და აი სწორედ იმ ორგანიზაციებთან ერთად, რომელსაც საბედნიეროდ ველოსიპედი უკვე გამოგონილი აქვს და ამ მიმართულებით შეგვიძლია უბრალოდ სახელმწიფო მონაწილეობს ამ კონტექსტში ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი დონიდან მოხდა დაუშვათ ამ პროექტში ჩართული. და ეს არის ძალიან სასიხარულო, იმიტომ რომ მე ვგრძნობ თავს დაცულად, როგორც მოქალაქე, როგორც ადამიანი, მაშინ, როდესაც ვიცი, რომ კონკრეტული ნათელი გონებების და ენთუზიასტების დონეზე კი არ ხდება რაღაცა დაუშვათ ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ და რაღაც გაფრთხილებების თუ რაღაც განათლების სამინისტრო იყო სხვათა შორის ჩართული ამ მიმართულებაში სწორედ კვლევა რადგანაა ძალიან მნიშვნელოვანი განათლების სამინისტროა აი ეს არის ძალიან მისასალმებელი და სასიამოვნო იმიტომ რომ მე მეტად ვგრძნობ თავს დაცულად როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუციებია რა თქმა უნდა კოლაბორაციაში იმ პროფესიონალებთან რომლებიც ამ შემთხვევაში შეიძლება მრჩეველებათაც გამოდგნენ, არა მხოლოდ მონაწილეებად, იმიტომ რომ სხვა ფორმის ურთიერთობები და კოლაბორაციები და პარტნიორობები არსებობს. კეთილი, ერთი გადაცემისთვის ვფიქრობ ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ სიგრძნისეულ განხილვას ვერ მოვახდენდით, მაგრამ დავდეთ მაგიდაზე, როგორც იტყვიან ის თემები, რომლებიც დღეს აქტუალურია და რომლებიც შემდგომი კვლევების, გაცნობის თუ გადამუშავების საკითხებად შეიძლება იქცეს როგორც კოლეგებისათვის, ასევე მოსახლეობისა და რაც ყველაზე მთავარია, გადაწყვეტილების მიმდევრები პირების, მკვლევარებისა და იმ ინსტიტუციებისთვის, რომელთაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ შემდგომში საქართველოში ისეთი დარგის განვითარებისათვის, როგორც არის ფსიქიატრია და ფსიქოსომატური, ასე ვთქვათ, თუ ეკოფსიქოლოგიური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგადად. გაცილებით უფრო მეტია. ნამდვილად. აი არ ვიცი, უღრმესი და გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ აი მართლა ჩვენი გადაცემისთვის შესაბამისი ძალიან საინტერესო საუბარი და მე ვფიქრობ ინფორმირებაც მოხდა დღეს ჩვენი და ჩვენი მსმენელის. გისურვებთ წარმატებებს, როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით და ისე სხვათა შორის საორგანიზაციო და სუპერვიზიული მიმართულებითაც, იმიტომ რომ არა ხუმრობის გარეშე ნამდვილად პროფესიონალების გარეშე ვერ დაიგეგმება. თქვენი ჩართულობის გარეშე სახელმწიფოს გაუჭირდება თქვენს მიმართულებაში, რა თქმა უნდა, დაგეგმოს შემდგომი სტრატეგიები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გისურვებ წარმატებას, ხოლო და მადლობას მოგახსენებ ნამდვილად კიდევ ერთხელ და არ დავიღლები 1000 გზის მოგახსენოთ მადლობა ჩემი სახელითაც და ჩვენი მაყურებლის სახელითაც ასეთ საინტერესო საუბრისთვის. თქვენ კი გისურვებთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის პროფესიონალებთან მისვლის დროულად. იმიტომ რომ ფსიქიატრია ეს არ არის მხოლოდ ფსიქიკური დაავადებების დიაგნოზირებული, ჩვენთვის სტერეოტიპული დაავადებების მეცნიერება. ეს გახლავთ ჩვენი მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ისეთივე როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა. გისურვებთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას,
გისურვებთ ბიოფსიქოსოციალურ კეთილდღეობას და ბუნებრივია ცოდნას, ინფორმირებას და სწორ ქცევას. იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება ნამდვილად ცხოვრობდეს მშვიდ და კეთილმოსურნე გარემოში. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.